მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი არხის გამოწერისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის, პოზიტიური გამოხმაურებისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც ვატრიალებთ ჩემს არხზე. უღრმესი მადლობა თითოეული ლაიქისათვის. აქვე მინდა გთხოვოთ არხის სტუმრებო, ჩემო გამომწერებო, რომ დაალაიქოთ ჩემი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგანაც ეს არის ჩემთვის მოტივაცია, რომ კვლავ გავაგრძელო ვიდეოების ჩაწერა. აქვე მინდა გითხრათ, რომ მე არ ვახდენარ ჩემი მომსახურების რეკლამირებას, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვაკეთებ ამას, რადგანაც მინდა გულწრფელად დაგეხმაროთ რაღაც საკითხები, რაც ახლა თქვენ გაწუხებთ იმ საკითხების გაანალიზებაში, ვინაიდან მეც თავის დროზე ესეთი გაშლების მოსმენა დამეხმარა ბევრ რამეში და დამაყენა სულიერების გზაზე, ესე ვთქვათ. დღეს გადავწყვიტე, რომ გვექნება სამი ვარიანტი. რას გეტყოდათ ადამიანი, მისი ხმოვანი შეტყობინება, ანუ რას გეტყოდათ ადამიანი, თავისუფალი რო იყოს თავისი სიამაყისგან და შემზღუდველი რწმუნებულებისაგან, რომელიც არ აძლევს ნაბიჯის გადმოდგმის საშუალებას, რას გეტყოდათ გულწრფელად, მისი ხმოვანი შეტყობინება. პირველი ვარიანტი, სამსამარყანს ამოვიღებ. მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. შეგიძლიათ სამი ადამიანი ჩაიფიქროთ, შეგიძლიათ ერთი ადამიანი, როგორც თქვენ გნებავთ. ამეთვისტო, ვარდისფერი კვარცი, მოკლედ დავიწყეთ. პირველი ვარიანტი. ჩაფიქრებულ პიროვნებას, რომ შეეძლოს და ეხლა თქვენ წინ რო იდგეთ, აუცილებლად გეტყოდათ, რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან ცეცხლოვანი, ტემპერამენტიანი, ბნებიანი, საინტერესო ქალი, რომელიც რასაც დაისახავთ მიზნად, ყველაფერს აღწევთ, რომელსაც ის თulis რომ გაქვთ რაღაც მაგიური, ეზოთერიკული ცოდნა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ყურადღების ცენტრში ხართ თქვენი ქარიზმით, თქვენი შარმის საშუალებით და წყალობით. ასევე ის ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაასრულოთ ნებისმიერი ურთიერთობა და ეხლა მის მიმართ ხართ ძალიან ცივი, ეხლა რომ გამოვიდეს კონტაქტზე ის ალბათ ჩათვლა თქვენ შეიძლება ძალიან მწარე იყოთ მის მიმართ და შესაძლოა რაღაცა ჩხუბიც მოგივიდეთ ერთად, გეტყოდათ, რომ ახსენდება ხშირად ის ბედნიერი წუთები, რომლებიც გაქვთ ერთად გატარებული, ის ზეიმი, დროს ტარება და ძალიან ენატრება ეს ყველაფერი, კიდევ უნდა რომ ეს ყველაფერი განმეორდეს მის ცხოვრებაში. ერთი სიტყვით ძალიან სასურველი ქალბატონი ბრძანდებით მისთვის, რომელთანაც გატარებული წუთები ხშირად ახსენდება და ძალიან ენატრებით. მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის ადამიანს კი ეტყოდა, რომ ის თulis რომ ეხლა თქვენ ხართ ძალიან გაციებული, ესეთი ძალიან მოაზროვნე, რაციონალური გონების ადამიანი, რომელიც 100-ჯერ გაზომავთ და ერთხელ გაჭრით, რომელმაც ზუსტად იცით თქვენი თავის ფასი, რომელსაც გაქვთ ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება, რომელიც არ ნებდებით, მიუხედავად წარსულში გამოცდილი ბევრი ტკივილისა, გაქვთ უსაზღვრო სიყვარულის უნარი და ის თulis რომ ეხლა თქვენ შორის არის კონკურენცია, რომელი მიწერს პირველი, რომელი გაიმარჯვოს ურთიერთობაში, მაგრამ მინდა გითხრათ, ой, ამ მეორე ვარიანტში ამოვიდა სიყვარული, მას თქვენ უყვარხართ მეორე ვარიანტს, ვინც უყურებთ, ნახეთ რა ლამაზი არკანია, მას თქვენ უყვარხართ, აქვს გრძნობები და მიაჩნი ხართ, რომ ძალიან ძლიერი ქალი ხართ, იმდენად ძლიერი, რომ შეიძლება ვერც კი შემოგწუდეთ. ანუ ენერგეტიკულადაც მას ძლიერი ხართ და მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს ეტყოდა, რომ ეხლა გასული ვარ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ მინდა სიმარტოვე, განმარტოვება, რაღაც საკუთარ თავთან დარჩენა, საკუთარ ფიქრებთან დარჩენა, მინდა ანალიზი, რაღაცა შინაგანი ქარტეხილები, გარდატეხის მომენტი მაქვს, როცა ვფიქრდები სულიერებაზე, რა მიზნი თუ არა, მისიი თუ არა, განდეგილის მდგომარეობაში ვარ, ბევრი ვიშრომე ცხოვრებაში, ბევრი რამე გავაკეთე, ბევრ რამეში ჩავდე, დიდი რესურსი,
ძალა და ასე შემდეგ, მაგრამ არ გამიმართლა და ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა განმარტოვება მჭირდება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მჭირდება, ადამიანებისგან მინდა არა მარტო შენგან განმარტოვება, რაღაცა სულიერების თვალსაზრისით აქვს რაღაც გარდატეხები, რაღაცა უფრო სიღრმისეულზე, უფრო მნიშვნელოვანზე, უფრო ღრმაზე ფიქრობს ახლა. გრძნობები მაინტერესებს დავამატებდი. გასაგებია რომ განმარტოვებული ხართ, რაღაცა აპათიურ მდგომარეობაშია, რაღაცა ბევრ რაღაცაში დაიხარჯა და ვერ მიიღო შესაძლოა თქვენთან დაკავშირებითაც ის შედეგი, ამიტომ არის ესე. და გრძნობები თუ გაქვთ? გრძნობები ამოვიდა, უნდა რომ მოგწეროთ, მაგრამ თავს იკავებს იქიდან გამომდინარე, რომ იცავს თავის საზღვრებს, ეხლა არის თავისი საზღვრების დაცვის მომენტში და თქვენც რომ გახვიდეთ კონტაქტზე, ანუ შეიძლება არც გამოგეხმაუროთ, საერთოდ არაფერი არ გითხრათ, ვინაიდან სჭირდება განმარტოვება და მარტო დარჩენა.